ხევსურული, რაჭული, გურული და აჭარული სამოსის აღსადგენად მაია ბაქრაძეს ბუნებრივი საფებავებით ხეობის ტრადიციებისა და დამზადების ტექნიკის აღდგენა მოუწია. ქართული საბრძოლო ხელოვნების პლასტიკის თეატრის მსახიობებმა კი ეს სამოსელი საქართველოს ისტორიული წარსულის სიუჟეტებთან ერთად გააცნეს. ტრადიციული ქართული სამოსელი აქამდე მხოლოდ მუზეუმების კუთვნილება იყო, დღეიდან შეგვიძლია ის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მოვიხმაროთ. ეთნოგრაფ მოდელიორმა მაია ბაქრაძემ ისინი ფრესკებიდან და ესკიზებიდან ტრადიციების სრული დაცვით აღადგინა, მაგრამ ამავე დროს გაათანამედროვა კიდეც, იმ თვალსაზრისით, რომ მოსახმარად უფრო იოლი გახადა. არის გათანამედროვებული იმ ხრივ, რომ არის უფრო იოლად სახმარი, ანუ თანამედროვე პირობიდან შესაძლებელი სხალ მაგალითად შეიძლება ადამიანმა ჩაიცვას სადმე მიღებაზე ან კონცერტზე ან სადმე ისეთ ადგილას. უძველესი ფშაური, ხევსურული, რაჭული, გურული და აჭარული სამოსის აღსადგენად მაია ბაქრაძეს ბუნებრივი საფებავებით ხეობის ტრადიციებისა და დამზადების ტექნიკის აღდგენა მოუწია. ქართული საბრძოლო ხელოვნების პლასტიკის თეატრის მსახიობებმა კი ეს სამოსელი საქართველოს ისტორიული წარსულის სიუჟეტებთან ერთად გააცნეს. მოგწონს ძალიან რომ ეს ძველებური ქართული დასაწყებია განაახლეს და რაღაც ჩემთან ზოგადად ბიჭებსაც ვთქვი რაღაც ძველ დროში რა. ეს ტალავარი მაგალითად 1 საუკუნის არის. აი პირსების ზრუნვა გეჭდება კიდევ დამატებით. გინდა რომ აი უფრო ვაშკაცობურად, უფრო კარგად და უფრო უფრო ღირსეულად მოიქცე რა ყველა სამიმართებაში. საუკუნის წინანდელი ამ კოლექციაში მხოლოდ 4 კოსტიუმი იყო. მათ ძირითადად ქართულ ხელოვნებაზე შეყვარებული უცხოელი მანდილოსნები წარმოადგენდნენ. მე პირველად არ ვატარებ ქართულ სამოსს. არც ისე დიდი ხანია რაც საქართველოში ვცხოვრობ, მაგრამ უკვე მოვასწარი ქართული ფოლკლორისა და ტრადიციების შეყვარება და სიამოვნებით წარმოვადგენ ხოლმე ამ სამოსელს, როცა ამის საშუალება მაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ერთ დღესაც წავალ ამ ქვეყნიდან, აუცილებლად შევიდნენ ქართულ სამოსს და სიამოვნებით ვატარებ ჩემს ქვეყანაში.